განჯამილო, მე მქვია ერეკლე და დღეს შევთამაშებ 99 დღამეს Roblox-ში და თქვენ მკითხავთ, რა ხდება აქა? ჩვენთან აი აქ რატომ დგას ეს ირემი? რატომ არ კლავს და მე თქვენ გეტყვით, ეს არ არის თამაშის ორიგინალი ვერსია, ეს არის რაღაცა მსგავსი ვერსია, სადაც შეგიძლია ყველა მონსტრად გადაიქცე მაგ თამაშში და რაღაცა ცხოველა მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა. შეხედეთ, მაგის უნდა დააჭიროთ აი მორგს და შეხედეთ, აქ არის თვითონ ეს ირემი ბუ და თვითონ ეს ყველა მობი, რომელიც საერთოდ აქაა. მაგალითად, შეგვიძლია ირემად გადავიქცეთ. მეგობრებო, წარმოიდგენთ, ირემი ვართ. რა მაგარია, მეგობრებო? შეხედეთ, ირემი ვართ, შეხედეთ, რა მაღლები ვართ უბრალოდ. შეხედეთ, ჩვენ რა შეგვიძლია? ჩვენ შეგვიძლია ეგრე დადგომა, შეგვიძლია ეგრე თავით კეთება, შეგვიძლია სირბილი, შეგვიძლია ეგრე დარტყმა და შეგვიძლია კეთება. მოჩეთ? აი ეგრე, რომ ირემს რომ ეშინია, როცა მაგ ცეცხლსა მიდის. მაგარია, მეგობრებო. ხო. მოდი აბა ეხლა ბუდ გადავიქცეთ. აი ეგეთები ვართ. მაგრამ როგორც ვიცი, აი აქ ეგრე როგორც ბუ ეგრე კარგად ფრენა არ შეგიძლია, პატარაზე შეგიძლია რაღაცა მომენტებში შემთხვევი დაფრინდე. შეხედეთ, აი აქ ეგრე შეიძლება კეთება, მაგრამ აი აქ არ დავფრინავ. ხო, მოკლედ მეგობრებო, აი აქ არ გამოდის ეგრე ფრენა. შეიძლება ეგრე თავით კეთება, კიდევ აი ეგრე ფრთებით. კიდევ შეიძლება აი ეგრე სლაშის გაკეთება და სლაში 2 სხვანაირად დარტყმა და პლეიერის გაჩერება. შეხედეთ, მეგობრებო. ეგრე რაღაცა და კიდევ შეგვიძლია აი ეგრე რომ ბუებს რომ ეშინიათ, როდესაც მიდიან და აი ეგრე როგორც ორიგინალ ვერსიაშია. ხო, მეგობრებო. კიდევ შეიძლება აი ეგეთი ქარავანად გადაიქცე. აი ახალი აპდეიტი გამოვიდა ორიგინალ თამაშში, სადაც აი ეგეთი აი ქარავანი დაამატეს და ვინც მაგის პატრონია, ხო და შეგვიძლია ის ვიყოთ. მაგ ქარავანს დიდი არაფერი შეუულია. ესა ჯონს კი არ შეუულია. ხო, მოკლედ არაფერი არ შეუძლია მაგ ქარავანს რა, უბრალოდ ქარავანია. კიდევ შეხედეთ, ჩვენ ვართ მგელი. რა მაგარია, მეგობრებო, შეხედეთ, როგორი სახე გვაქვს. და აი ეგრე შეგვიძლია რაღაცნაირად და აი ეგრე რაღაცნაირად. შეხედეთ, აქ კიდევ არის ალფამგელი, ესეც იგივეა, მაგრამ ცოტა განსხვავებული. ჩვენ შეგვიძლია ეგრე და ეგრე. მაგარია. კიდე შეხედეთ. ყურდღელი ვართ, რა პატარა თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ. მგონი ვიღაცა მოდამოში გადაიქცა ირემად, რომელსაც ვერაფერი ვერ გავიგე მე ახლა, მაგრამ კარგი. შეხედეთ ჩვენ. როგორ თამაში. დაიცა. ხო, მეგონა რომ ეს ვიღაცა ნამდვილი იყო. და ბანიში, დაიცა. მაგას არ შეუულია რაც აქ წერია. რაღაცა უცნაურია. ჩვენ ახლა მაგებს ვერ გავხსნით, იმიტომ რომ რობუქსები ჭირდება, რობუქსები არ მაქვს. შეხედეთ, კიდევ დათვი რანაერი. რა მაგარია, ხო, მეგობრებო? კიდევ დაჩეულია აი ეგრე რაღაცა და აი ეგრე. მაგარია, მეგობრებო. აბა კიდევ აქ ვინ არის, ვნახოთ.
აქ არის ბაყაყი მეგობრებო. ხტის ის როგორ ბაყაყი. აქ შეგვიძლია მე პირის გაღება. მაგრამ მენა რატომღაც ეგრე არ გამოყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ კარგი. აბა ეგრე რომ ფეიქ დაიხარ. რა უცნაურად შურო. თიკოს ყვირის. არა, კი არ ყვირის. ყვაყვას შვება. კარგი. კიდევ აქ არის აი ესე ეგეთი აი ლურჯი ბაყაყი, რომელსაც ეგეთივე ათაქტი აქვს და fake this. გასაგებია. აქ კიდევ არის ეს ის ფერი. საერთოდ ის ფერი ბაყაყი, მაგრამ მე მაგას ვერ გავხსნი. ვერც King Frogs. შეხედე და კიდევ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ კულტისტი, თქვენ უბრალოდ შეხედეთ. აბა რა შეგვიძლია? აი ეგრე ვიჯდეთ და კიდევ შეგვიძლია აი ეგრე ვიჯდეთ. მაგარია. კიდევ აი ეგეთი კულტისტია არბალეტი, რომელსაც ასევე ეგრე ჯდომა შეუძლია და მეორენაირად ჯდომა. ეს იგივეა. შეედეთ, აქ კიდევ არის უცხო პლანეტელი. აბა მას შეუძლია ჯდომა ეგრე და მეორედ ჯდომა. როგორც კულტისტებს. კიდევ შეხედეთ. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ კიდევ ფერია და მასაც იგივე რამე შეუძლია ჯდომა და მეორედ ჯდომა. შეხედეთ, ჩვენ ის ვართ, ვინც ყიდის რაღაცებს. ჩვენ შეუძლია ეგრე ჯდომა და ეგრე ჯდომა. მაგარია. და რატომღაც ახლა მაგას ვინც ჩვენ ვართ ახლა უნდა ალფამგელის რა ქვია არ ვიცი, მაგრამ გონი მიმივხვდი. კიდევ აქ არის ეს ხომ ახალ აპდეიტში გამოუშვეს ეგეთი ვიღაცა იმ ქარავანის პატრონია, რომელსაც ასევე უნდა იყიდო რაღაცებით იმ კოინებით, რომელიც თელმეფზეა. მას შეუძლია ასევე დაჯდომა და მეორე ჯდომა. კიდევ ვიცი, ვინ შეგვიძლია გადავიქცეთ? ის მაგ დინოქიდად ჩვენ შეგვიძლია ტირილი, ჯდომა, მე და მეორედ ჯდომა. კიდევ ჩვენ შეგვიძლია ეგეთად გადავიქცეთ. მაგას რა ქვია, მგონი Squid Kid, აბა ვნახო. არა, კრაკენ კიდე. ხო და მაგ კარგით შეუძლია ეგრე ტირილი აი თვალებით დაჯდომა და მეორედ დაჯდომა. შეხედე კიდევ ყავს ეგეთი Squid Kid-ი, რომელსაც შეუძლია აი ეგრე ტირილი ეგეთი სახით დაჯდომა ეგრე და მეორედ დაჯდომა. როგორც ყოველთვის. კიდევ აქ არის ეგეთი აი კოალა kid, რომელსაც შეუძლია აი ეგეთი სახით ტირილი ეგრე ჯდომა და ეგრე მეორედ ჯდომა. გასაგებია მეგობრებო. და მეტი აქ უკვე აღარავინ აღარ დარჩა. მოდი დინოკიდი დავიტოვოთ, იმიტომ რომ ეს ჩემი საყვარელი კიდია და კიდევ რაღაცაებს გაჩვენებთ. და აქ არის საერთოდ ნივთები, ხე, ice coal, fuel, car, mystery, oil, barley, fuel, რომელიც ჯერ არ არის, chair, იც არ არის, broken fan, იც არ არის, ventilator, bolt-იც არ არის ჯერ და მეტალიც არა, bolti და მეტალი არის, რეებს ვიძახე. ეს რადიო და რაღაცა cultist-ის გემი არის და cultist experiment არ ვიცი რა არის, მაგრამ კარგი. აი აქ არის კიდევ აი ეგეთი შეხედე. აქ არის რაღაცა ნივთები აი ეგეთი. Old-X, Good-X, რომელიც ჯერ არ არის. Revolveri, კუნაი
კატანა ჯერ არ არის და ეს ყველაფერია ჯერ არის Riot Shield, Alien Armor, Secret Armor. ეს Alien Armor, Secret Armor ჯერ არ არის. შეგვიძლია აქ არის საჭმელი კიდევ. სტაფილო, მორსელი, სტეიკი, ვაშლი, ესტევი, ქეიქი. მე არც კი ვიცოდი რომ თამაში ოქროს ვაშლი ყოფილა. Seafood, copper, steak, dinner. მე არ ვიცოდი ეგეთი რაღაცეები თუ არის. Pumpkin soup, bandage, medkit, golden cake, carrot cake და ჯეროჯელი. მე არც კი ვიცოდი თუ ეგეთი რაღაცეები იყო აქა. და კიდევ ჩვენ შეგვიძლია რომ ტელეპორტირება გავაკეთოთ რაღაცა ადგილებში. მაგალითად აქ. მეგობრებო, სად ვართ? მე მაგ ადგილას თამაში არასოდეს არ ყოფილა. მეგობრებო, მე ახლა ვერ გავიგე. ჩვენ სად ვართ? ალიენების ადგილას კოსმოსში? მეგობრებო, არ მჯერა, ჩვენ რა კოსმოსში ვართ? მეგობრებო, ეს როგორ საერთოდ რაღაცა მე ვერ გავიგე. კარგი, აქ კიდევ რა არის? აქ არის ანუ აი ეგეთი Big Ben-ი, მგონი ჩვენ ეს სახლი ვიცი და არა ისაჭი. კიდევ არის Campfire, Fairy House. მე თქვენ 100%-ით გინახიათ. ვინმე რა ხდება აქა? კარგი. კიდევ აქ არის ეგეთი Ice Temple, Missing Children's Hope, Small Cabin და ასე შემდეგ. მე მაგეებს აღარ გაჩვენებთ, ეს გონი არც ისეთი საინტერესოა მაგის ჩვენება. კარგი, და მოდი გავაკეთოთ ტელეპორტირება ჩვენს ბეიზზე. ოპა. კარგი მეგობრებო, მე ახლა ვიდეოს დავამთავრებ. არ დაგავიწყდეთ ლაიკების დაცვა და ჩემი არხის ხელმოწერა, იმიტომ რომ 100 გამომწერამდე დარჩა ძალიან ცოტა. მარტო 23 ხელმომწერი. ყველას ნახვამდის.